კოლეგებო, მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დეტალურ განხილვას, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით პირდაპირ არ არის დადგენილი ამგვარი ვალდებულება, რომ კომიტეტებმა ცალ-ცალკე განიხილონ აღნიშნული კანონპროექტი, აღნიშნული კანონპროექტის და ქვეყნის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის განხილვა სრულფასოვნად მოხდება როგორც სესიაზე, ასევე შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის მხრიდან, რაც შეეხება ჩვენ კომიტეტებს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად გარემოსდაცვის კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნათ. ჩვენ მქონდა გარკვეული საკითხები, რომლის განხილვასაც ოფიციალურად ჩვენ უზრუნველყოფთ ფინანსთა კომიტეტის განხილვის ფარგლებში, მათ შორის საკითხები, რომელიც ეხება ახლად მიღებულ ცხოველთა დაცვის კანონს, კონკრეტულად გარკვეულ ქვეპროგრამებთან დაკავშირებით გარემოსდაცვის კომიტეტს მქონდა გარკვეული კითხვები, რაზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ როგორც ფინანსთა, ასევე დარგობრივ სამინისტროსთან. აქედან გამომდინარე, მინდა გარემოსდაცვის კომიტეტის წევრებს ვთხოვო, რომ დღის წესრიგში კორექტირება განვახორციელოთ და აღნიშნული საკითხი, ვინაიდან რეგლამენტი პირდაპირ ამას არ ითვალისწინებს, მოხსნათ დღის წესრიგიდან. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ, მიზეზი იგივე არის. ჩვენც ერთ საკითხში გვინდა დაზუსტება და მერე შემდგომში უკვე შეხვედრაზე სამინისტროსთან უშუალოდ მოვახდენთ კომუნიკაციას და როდესაც გაიმართება განხილვა პლენარული სესიის დროს მოგმართავთ ამ თხოვნით. ჩვენ წინა განხილვის დროს ვისაუბრეთ ახალ პროგრამებზე, იმ დამხმარე პროგრამებზე, რაც სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა განახორციელოს ჩვენი ფერმერებისთვის თუ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის ამ პროგრამების ეფექტიანობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომ ზოგიერთი პროგრამა შეიძლება მოძველებული იყოს უკვე და აღარ ქონდეს აზრი მაგ ფორმით ასე პროგრამების გაგრძელებას და უფრო მეტად ეფექტური იყოს ახალი პროგრამების დანერგვა. და ჩვენ ველოდებით თქვენს აღნიშნულ ხედვებს და გადაწყვეტილებებს თუ როგორ დავნერგავთ პროგრამებს 2026 წლისთვის. დიდი მადლობა, მეც ასევე მინდა გთხოვოთ სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს, რომ ამჯერად მოხსნათ მეორე საკითხი და შემდგომში მოვახდინოთ უკვე დეტალური განხილვა სხვა კომიტეტზე. მადლობა, წინააღმდეგი ხო არ ხართ ვინმე? არ ყავს წინააღმდეგი, დიდი მადლობა, მეორე საკითხი მოხსნილი. დიდი მადლობა, ამით გაერთიანებული კომიტეტის თორმა დასრულებული.